მოდიურბასებო სანამ სტუმარზე გადავალთ მანამდე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ რომ ამ შაბათკვირას არ გამოტოვოთ კომედი არხზე მიხოს და მაროს ახალი სერიები და სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ ძალიან კარგი სერიები იქნება. ძალიან ინტრიგა დაიწყო, ინტრიგა. აბა რა. კი ბატონო. ესე იგი რატომ და რისთვის დაიჭრა მოგელი პატივცემული? დედა მოკლედ შაბათკვირას საღამოს 8-ზე კომედი არხზე მიხოს და მაროს ახალი ძალიან მაგარი სერიები. რაც შეეხება სტუმარს, მე მინდა წარმოგიდგინოთ როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი სტუმარი და ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად მინდა წარმოსთქვას ჩემმა ბაგემ ეს სახელი და გვარი. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, რაც თავარია თქვენ ძალიან კარგად იცნობთ იუმორით, ხალასით, ნიჭიერებით და თქვენთვის და ჩვენთვის საყვარელი მსახიობი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბესო ბარათაშვილი. ბატონო ბესო, შემოგევლოს ჩემი თავი. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. მართლა? დიახ. და რაც მთავარია, მინდა გითხრათ, რომ ეს სავარძელი მოგიხდათ. არჩა. ასე რას ლაპარაკ? რა ამ სიბერეში. ჩემო ბესო, როგორ ახარ? რა ვიცი, ღვთისმღალობით. რა ვარ ვიყავი ვარ ისე. შემოგევლო შენ. ესე იგი, რა ხდება შენსკენ, კარგი და ახალი? ახალი რა თეატრში მუშაობ ისე არ გაუგდივარ. თეატრში დაგიწყიათ არ გაუგდივარ ჩვენ. მუშაობ, რეპეტიციები მაქვს. ხანდახან სპექტაკლებსაც გამოურევენ. კარგია. ესო რამდენი არის ათლა ნიკოლოს გახსოვს ეს თარიღი შემთხვევით ხო არ გახსოვს რამდენი წელს ითვლის ბესო ბატონის ყოფნა თეატრში. მარჯანიშვილში არა ზოგადად. ზოგადად რა ვიცი. ეთქვე 1988 წლიდან ვარ და რავი რამდენი გამოდის არა. მომიშვიდე ერთ თეატრში კიდე რომელ თეატრებში იყავ? ჭიათურა, ბათუმი. ბათუმის თოჯინებშიც. აჰა. რუსთავში მაქვს ნამუშევარი. კი ბატონო. მოზარდი. აჰა. აჰა, მოვიდა. კი ბატონო, მეტი სარდაფი. ერთი სარდაფი მეორე. კი ბატონო, მეტი ფიზიკურად არ სარ თეატრიდან. ხო, მოკლედ სადაც მარშრუტკა აჩერებდა იქ თამაშობდი. და რა მინდა კითხე ყველაზე კარგი ხილფასი რომელ თეატრში იყო? აი, რას ვიგებ. არც ერთ. სადა მოისურთქე. დამანებეთ თავის, ამ მართლა სანამ არ გამაგდებენ იმ. ესე იგი, როგორ გიყვარს ეს პროფესია, რომ მაინც ხარ თეატრში? ეს შენ თქვენს ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ცხოვრებაა ჩვენი თეატრი. სხვანაირად უკვე აღარ შემიძლია. მაგი კი არა იმას ვფიქრობ, თუ მივახციე იქამდე, რომ მე აღარ დავჭირდები არავის და სახში და მე რა უნდა ვქნა იმას ვფიქრობ. არიღელო. ჩვენ ვხსნით ახლა თეატრს, იუმორის თეატრს და დიდი სიამოვნებით მოგვიწევთ თუ გვიკადრებ და ითამაშებ. რატო კადრება რა შუაშია კაცო? სხვათა შორის არაჩერებს მარშრუტკა ჩვენ თეატრთან. მიგიყვანთ და მოგიყვანთ ბატონო. აი ბატონო. მოკლედ შევთანხმდით. ხო მაგის გარეშე არ ვიკითხე რომელ თეატრშია ყველაზე კაი ხელფასია. აგერ ნახავ ბატონო. მასე იწევს ყველა თქო. ბესო, იცი რა მინდა გითხო? ნუ საკმაოდ ბევრი წლები, ბევრი თეატრები ჩამოთვალა და აი რომელია ის როლი ჩემი არ იყო შენ სახასიათო მსახიობი ხარ ესე გადაწყვიტეს და რომელიც აი გინდა რომ კიდე ითამაშო. არ მინდა, იმიტომ რომ მე თვითონ გული დამწყდება რომ ნეტა ის მეთქვა თქო. მეორეც ხომ მქონდა. კარგი, შესაყოლელ თემაზე გადავიდეთ, მაშინ ქართული სუფრა. კი ბატონო. ნიკოლოზ, არა გაქვს შეკითხვა. როგორ არა, ქართულ სუფრასთან დაკავშირებით მე მაქვს თუ მაქვს შეკითხვები. ესე იგი, ახლა გეტყვით ბატონო ბესარიონ,
ჩამოგითვლით მე ხუთეულს და თქვენ მითხარით რომ ეს დააყენებთ პირველ ადგილზე. მიდი. ალბათ იმერული კერძი. ხო, იმერული კერძი დავიწყოთ. კახურზეც არ ვარ. მაგალითად ნახევარი თელაველი რო ვარ. არ მოვიწყდა. ესე იგი მესო ვიფიქრე რომ აქეთ ვაი რომ იქით დავკარქო ის თელაველი. წიარი კაცი როა. მაშინ ესე გავაკეთოთ. შენ ჩამოთვალე იმერული ამბავი და ერთ სვიტყვი კახურს. მიდი. კარგი. ხო. დაიწყე. კარგი. ჭადი და ყველი. იმერული ხაჭაპური. წიწილა. ყემალში მაგალითად სეზონის მიხედვით თუ არა, აგერ მეორე კაინი გვზიანი ისამაკ. კაი პრასი შეგბაზული ჯიგოსში. კარგია. და სულ ყველა ერთად, რომელს დააყენებთ პირველ ადგილზე. და ერთი კახური ხაშლამა. მარტო ხაშლამა? მარტო ხაშლამა, რატო უნდა თქვას კაცმა ახლა? ერთი დაგიპირისპირებ, მოკრძალებული კახელი ვარ კაცო და იყოს მწვადი მაშინ. იმას ხორციანი არ თქვა არაფერი. დაძმარული პრასი თქვა მაგას. ერთი ხათამი გაძვალყებული წიწილაი. იგი რა ქვია, ბრიგაძები რო დადებდნენ. კოჩი. ხო, კოჩი რომ ვარდა მე. ხო. ხო მომგალია მე. იმადო რომ ზევიდეთ კახეთს რა მერაღლო მე გაჩლი მქონდა სუბრა. არა, აქეთ ახლა შენ რაც ჩამოთვალე. შენ რაც ჩამოთვალე, შეკმაზული პრასი ყველას მირჩევნია მაგეებში. ახლა ხაშლამაზე რა წვადი და ხაშლამა. მაშინ იყოს წვადი. კი ბატონო, წვადი თუ ბოზბაში, თელაური. მაინც წვადი. მაინც წვადი. ღვიძლის წვადი თუ მწვადი. წვადი. შო, გადაწყვეტილია. 1-2 დრუპი დაალაგე შამფურები. ხო ხედა, ჯერ არ გამიხსნია თეატრი და უკვე კვებაზე გადავყავ. ჩვენთან როგორ იქნება? იცი ხერფასი კი არ იქნება, აცი ვაჭმებს, სახიობებს და მე წარმომიდგენია მე რა იქნება. ჩემო ბესო, მოდი მე რამიდა იცი, ჩვენ მაინც თეატრი იმ ბევრ ძალიან მაგარ და მნიშვნელოვან პატარ-პატარა თვისებებთან ერთად თუ შეიძლება ასე ითქვას, რომლის გამოც გვიყვარს თეატრი, ერთ-ერთი არის გასტროლები. მოყევი რამე გასტროლები თუ გახსენდება, კარგი. ახლა მაგ ამბებს რა დალევს, მაგრამ რა ვიცი ახლა გაგეცინებათ ამ ამბავზე თუ არა. შორეულ ამბავში ვართ რა, კოსტა-რიკაში ვართ წასული. ჯერ რომ მივდიოდით იქ თეატრი თუ იყო საერთოდ არც მეგონა. კოსტა-რიკაში მე ვთქვი თეატრი, რავი. ჩავედით ბიჭო, თეატრი კი არა, ერმიტაჟი დაგვდა. მეტი არაფერი არა იმ კოსტა-რიკაში. ერთი თეატრი აქვს იმ ქალაქში, დედაქალაქში და ეგ არის სანახავი მეტი არაფერი არ არის. მაგრამ ძალიან მაგარი რა. თავის დარბაზი, დიდი დარბაზი ეს 800 კაციანი თუ 900 კაციანი დარბაზი და პრეზიდენტის ლოჟა. ამ მოგზაურობებში მე და ჯაპანა ერთ ოთახში ვიყავით ხოლმე. ხო. ხან გვიწევდა რომ თქვა თითო კაციანი ნომრები იყო მაშინ კი, მაგრამ როცა ორ-ორს გვასახლებდნენ, მაშინ მე და ჯაპანა განუყრელი მეგობრები. ახლა მაგაცები ინსტიტუტიდან მოყოლებული ესა და ჩავედით ამ კოსტა-რიკაში და ერთი ქართული ოჯახი დაგვდა. მეტი არ ცხოვრობს ქართველი გარავენ. ერთი ოჯახია ქართული გადასარევი ხალხი. გვარი ხوار გახდა. როინიშვილები არიან. აჰა. მოკლედ 22 წელი იყო მაშინ ის კაცი აქეთ არ ყოფილა და მოკლედ გაუხარდა ერთი რამდენიმე წლის წინ სუხიშვილები იყვენო და ახლა თქვენ ხართო და გაუხარდა გაგიჟდა. მოკლედ პურმარილი ავისებული თავის კოსტა-რიკური ყაურმა. სახში გააკეთა რაღაცეები რა, ფურშეტი თუ რაღაცა ეხა ეს. მოკლედ რა, ამ ეს კაცი ახლა თავს არ ირჩენდა, მაგრამ გასართობად ისე ღვინოს, ქართულ ღვინოს იყიდა. აჰა. აქედან ალბათ 1.50 იაშიქს ალბათ გაუგზავნიდნენ 55 წუთს. ღვინოს და ხო. დაგვპატიჟა და რომ 4 იაშიქი ჩვენ დოულიეთ მარტო. კაცი გაკეთებას აპირებდა. შავი დედალივით.
ჩვენ დავლიოთ 4 იაჟიკი. მე ცოტა ადრე წამოვედი, არ ავსვავ რა, ჩემი ჯანმრთელობის ამბების გამო ვერ ავსვავ, თორე კანა არ მინდა, მაგრამ ვეღარ ხო და წამოვედი ცოტა ადრე ხარ. 4 საათია ჯაპანა და თქვენი თეატრის მსახიობი როა ის როლანდი. ჩვენი სერიალის ოქროპირიძე. თქვენი თეატრის მსახიობია ის. როლანდი ოქროპირიძე. ეგ და ჯაპანა შემოვიდნენ ოთახში. ბიჭო, როგორ ავარ იცი რომ 11 საათია გასხოვება დროში. საქართველოს და იმას შორის. წამალი მაქვს გასაკეთებელი უკვე ამერია. ახლა გავიკეთო. როდის გავიკეთო, როდისა დილა, როდისა ღამე, როდის უწევს ამ წამალს, არ ვიცი. აკაური დროები გასაკეთებელი. ხო, ნუ დიაბეტის ისა ინსულინის ვიგე. როდის არის, როდის დაღამდა, როდის ჩვენთან რა დროა. აი, ამ იმაში არ როცა ძილის დროა, მაშინ არ მეძინება, ანუ რო დაღამდება იქა. გათენდება, მაშინ მეძინება. მოკლედ, არეულ და ძლივს ჩაძინებული ბიჭო ამ кейფის და ყაყანის და იმის მერე მოვედი ნომერში ძლივს აი რა წამთული, მაგრამ 4 საათია შემოვარდნენ ეს ორი. ჯაპანა ცხოვრობს და ესეც შემოყვა. გაიღვიძე. რა იყო? დაფეთებული რომ წამოვარდები, ხო? რა მოხდა? არაფერი მოვედით, აი. რაღაც ეთქვი, ჩხუბს ხარ და უწყებ ახლა. ვიყვირე ერთი რომ აი რა ამის დედავატირე რა ნამუსია რაღაცები თქვი, მაგრამ ნუ ახ გინდა თქვი და გინდა არა ძლივს განან ფეხზე. თან ოთახში არ გაწევიებე, ქვევით უნდა ჩახვიდე. მე 5 სართულიდან ლიფტით დავეშვები და აღარც ამოსულა ზევით. აზრი არ ქონა გამიწვადი. მეორე დღეს ჩვენ რაღაცა მივდივართ და ჯაპანა ისევე დააწვა იმ კაცთან. ის ორი მოწნი რო დარჩა. რო გითხო პაესტკაში იყო. იმ კაცის სახლი და სასტუმრო. ხო და ისევე წევიდა ღვინის დასალევად იქ. საწყარი გააცავტვე. ისევე 4 საათია ჩაძინებული. მეორე დღეს ვაპირებთ წყნარ ოკეანეზე წასვლას იქ რაღაცა ნაკრძალი ყოფილა ჯუნგლების და იქ უნდა შევიდეთ და მოკლედ ამ ოკეანეში ვიბანაოთ თუ ვიდგაფუნოთ თუ რაღაც არის მოკლედ რა. ვიდგაფუნოთ. ხო და რაღაცა მოკლედ და ფულს ვაგროვებთ და ჩვენი თეატრის ვინც იყო ხელმძღვანელად წამოსული თიო აგროვებს ფულს რაღაც გარკვეულ თანხას რა. ჯაპანამ კითხვა რომ მე არ წამოვალო. მან ახლა იქ წავალ დავთრებიო და მე მან წამოსვის თავი არ მექნება. ჯუგლუ არ გეგონოთო რომ მეო ძუნწი ვარო. მე მაინც დავდებო მაგ ფულსო. არ წამოვალ, მაგრამ დავდებო. არ გინდა ბიჭო შენი ფული ვისა? არა, მაინც უნდა დავდო. კაი ბატონო დადე ახლა. ჯინიანია და ვინდო უწყებს ახლა შეგამატებას. დადე. აღარც მახსოვდა ეგ ამბავი და ისე 4 საათი ისე ძლივში. ისე ხარ, ვერ გაიგო, ნემსი გაიკეთო. ვიცხა მანჯ ფეხზე. რაგი ჯაპანი რა გინდა ბიჭო, რატო აი რა გინდა რა. არა, გიხვეწები არ მეჩხუბო ახლა საქმეზე გაღვიძებო. რა საქმეზე? შვიდობა ხო მეთქი. 4 საათი. 4 საათზე რა კოსტა-რიკაში რა საქმე უნდა მოხდეს. $100 მინდა მოქცეო და მიეცი თიოსო და ხურდა უკან მომიდანეო. ხვალე რო ნახავ, მიეციო და მე ვარ წამოვალო. აი ვიცი რო არ წამოხვალ, დადევი აგერტო მოჩქაზე მეოთხე დაწეკი. ნუ გონია რომ ახლა უნდა გაიხადოს, რაღაც მე მომწადო და დაწვეს დაიძინოს. გიდის კარებში იგი. სად მიდიხარ ბიჭო? და ეს $100 ასე მაქვს. სად მიდიხარ ბიჭო ეს? ბერიკასთან ავალ ჭაჭას დავლეო მითხრა. ბერიკას ნომერშიო. იმას ჭაჭა აქო, იმას დავლეო. მოკლედ ისევ ჩამოვედი ქვევით ეს $100 შევიდე ჯიბეში. გახარ ეწევი. გავარ ვეწევი კიდე ამ სასტუმროსი გავალ გამოვალ ვეწევი. გავარ ციქნა 7:30 გახდა დილის და აბა საუზმეო დაიძახეს და პირველი ცვითე თავი შევარდიში. რა მეკეთებია გარეთ მომწყინდა უკვე და შევედი დავჯექი ახლა. ვიღაცები შემოვიდა, თიოც შემოვიდა. რა ვახარ. იქით დაჯდა თიო. სად იყო და სად არა შემოდის ჯაპანა.
მოვიდა ის $100 სად გაქო გუში რომ მოგეციო აგერ მაგ ჯიბეში მეუთხარი მომეცი აგერო აჰა გამომართვა და მივიდა თიოსთან და აუ ის ფულიო და ჩემაგე მე არ წამოვალო მაგრამ და მიდის ასე დევეციეს ამის სახელოზე მოვკაჩიას მოდი მოდი რა გინდაო ბიჭო მე რატო გამაღვიძე შენ თუ უნდა მიგეცა ეს ფული მიყურა ასე აუ იდი რა კიდევ კი აქ ჩემამაგინა კიდე ეს მაგარი დრო გიტარებია კოსტა რას ლაპარაკობ ისე მაგარი ქვეყანაა ძმო ჩემო ბესო რამე ახალი ხო არიცი ანეკდოტი ისეთი რომ მოგვიყვედა თან დავემშვიდობოთ ერთმანეთს ბიჭო ახალი არ არის მაგრამ კაი შენ რო კაი შენახული მაგრამ რა ვიცი იცი თქვენ თუ არა კაცი კარნავალების მაღაზიაში რომ მივიდა იცი ბერე მაღაზია არის კარნავალისთვის წიდიან ნივთებს რა ამან უთხრა რომ ჩვენ ქუჩაზეო გამყიდველს ეუბნება დღესო კარნავალიაო და ადამიანს თამაშობ და ფოთოლი მინდაო იმან გვაქვს ფოთოლი გამოვტანა მეგვის ფოთოლი რაც ეკუთვნის ადამიანს ვაზის ფოთოლი დედლიგადა ნუ რა გამოვტანა აბო ეგ პატარაო ცოტა დიდი არ გაქო კი გვაქვს გამოვტანა ხა ცოტა დიდი რაცხა ეს ფოთოლი იყო დიდი კაკლის თუ რაღაც ფოთოლი არა ცოტა დიდი კიდე გვაქვს ამაზე აი დიდი ლოტოსის ფოთოლი არა ეგეც პატარაო ცოტა დიდი გამოუტანა პალმის პლისე რო არის პლისე ეს დიდი ტოტი გამოუტანა ეგეც პატარაო და კიდე ხო არ გაქვს დიდიო და არა ფოთოლი მეტი მაღაზიას არ აქვს მაგრამ აქვს თქვენთან შემოთავაზებაო აბა მითხარიო იმან დაანებეთ ადამიანს თავიო პირში ჩაიდეთ და ბენზიკალო გაიღავით რა ასე დამთავრდა კარნავალი ესე იგი ჩემო ძირფასო მე კიდევ ერთხელ მინდა დრო რო გამოვნახე და მობრძანდი ჩვენთან შემოგევლისო ძალიან გვიყვარხარ ღმერთმა მაგრად გამყოფოს და გეტყვით რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ბესო ბარათაშვილი